რენტგენის სკანერით შემოწმების დროს ერთ-ერთ ჩანთაზე გამოვიკვეთა საეჭვო კონტურები. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მუმბაი-თბილისის რეისის ერთ-ერთი მგზავრის ბარგის შემოწმებისას მესაზღვრე ოფიცერმა ჩემოდანში საეჭვო სურათი ნახა. ჩემოდანს წითელი ნიშანი მიაკრა და ბარგი დამატებით შემოწმებაზე გაგზავნა. მგზავრი კი, რომელიც მოლოდინის დარბაზიდან სპეციალურ ოთახში გადაიყვანეს, ამტკიცებდა, რომ გასაღები არ ჰქონდა და ჩემოდანს ვერ გახსნიდა. მგზავრი ცდილობდა, რომ ჩანთა არ გაიხსნა, იმ მიზეზით, რომ არ ჰქონდა გასაღები, ჩანთა იყო დაკეტილი. სპეციალური ხელსაწყო საშუალებით შევძელით ჩანთის გახსნა, სადაც აღმოჩნდა სავარაუდოდ ნარკოტიკული ნივთიერება, დაახლოებით 20 კილოგრამამდე. მგზავრი იყო იაპონიის მოქალაქე, ის მოძრაობდა ტოკიო, ბანგკოკი, მუმბაი თბილისის მარშრუტით. ირკვევა, რომ უკანონო ნივთიერების საქართველოში ფარულად შემოტანას იაპონიის მოქალაქე ცდილობდა. ნარკოტიკული ნივთიერების ავთენტურობის შესამოწმებლად ექსპერტიზა ადგილზე ჩატარდა. მოვახდინეთ ტესტირება გვაქვს საბაჟოზე, შესაბამისი აპარატურა, როგორც ელექტრონული, ასევე სითხეებით. მოვახდინეთ ტესტირება და ტესტერმაც დაგვიდასტურა, რომ ეს ნივთიერება არის მარიხუანა. აღმოჩენილი მტკიცებულებები შემდგომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცემა ხოლმე. ნივთიერების ავთენტურობის დადასტურების შემდეგ საქმე კრიმინალურ პოლიციას გადაეცა. სამართალდამცველებმა იაპონიის მოქალაქე დააკავეს. 34 შეკვრად დაფასოებული 20 კილოგრამამდე მარიხუანა კი ნივთმტკიცება დამოიღეს. სამართალდამცავების მიერ ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად აღკვეთილია 20 კილომდე ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანის ფაქტი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომლის ბარგის შემოწმებისას აღმოჩენილია 19 კილო და 400 გრამი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა. საქართველოს საზღვრის დაცვა ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ნარკოტიკული საშუალებების შემოტანისა და გავრცელების ფაქტები. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვა რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულია კიდევ ერთი 32 წლის მამაკაციც. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად 14 შეკვრა მეთადონი ამოიღეს. ბრალდებული წარსულშიც ნასამართლევია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ელით.